ბოდიში ბატონო რეჟისორო ისევ დავაგვიან. რომელი საათია? ახლა რომელი საათია? სად მუშაობ? გამაგებინე, ვერ ხვდები. აი, ამ ხელა სარეკლამო კომპანია მაქვს. სად მოხვედი? ჯერ ან როგორ შემოხვედი? ბოდიში ბატონო რეჟისორო დამაგვიან. შედი და ნორმალურად პროფილაქტიკაში ხوار მოსულხარ. მოხვედი სარეკლამო. ისე შემოდი რომ დამაჯერებელი იყავი, რომ მაჩვენე რომ დაგაგვიანდა, რომ დავიჯერო, მეც დაგაგვიანდა. შემოდი ნორმალურად რა. ვინახა საერთოდ რატო აგიყვანე თანამშრომლად რა ჯანდაბად ჭირდებოდი. ოჰო, ნუ თუ ისევ დამაგვიანდა. რა თქმა უნდა. შენ ისევ დაიგვიანე და ეს უკვე სისტემატიურად ხდება. თუ ასე გაგრძელდება, სამსახურს დატოვებ. თუ გსურს რომ აღარ დაიგვიანო, წადი და ახლავე შეიძინე ულტრა თანამედროვე მაღვიძარა კოკოიტის 15 ნომერში. კი, ახლავე წავალ და შევიძენ. სად ვიდიხარ, სად? კოკოიტის 15. მოდი აქ კაცო. დავიწყოთ მუშაობა? რა უნდა დაიწყო საერთოდ გამაგებინე, რა უნდა დაიწყო? ვერ ხვდები რა გინდა? მუშაობ ჩემთან თუ რას აკეთებ? რა გააკეთე მაჩვენი? მუშაობ რაც დამავალეთ ბატონო რეჟისორო და დირექტორო ყველაფერი გავაკეთე. ამ პირაში ქონდა ძალიან ბევრი საქმე გასაკეთება. სლოგანები უნდა მოგეფიქრებინა კომპანიებისთვის, რა. ხო. ეს რა არის? აქ დისკოს მოცეკვავეს ვიღებთ თუ რა არის? ეს რაც მინდა. საერთოდ რა საიდან მოაწყე? სლოგანები წაიკითხე. ეხლა მოვიფიქრე, იმდენი სლოგანი მოვიფიქრე, რომ რა ვიცი კი რაღაც ამერია ერთმანეთში უკვე რა. წაგიკითხავთ აგერ. საქცემენტი, ყველაზე ტკბილი აფთიაქი. იფრინეთ თვეში 200 ევროთ საბერძნეთის მიმართულებით სადიას ბარტყლებთან ერთად. კიდე მაქვს ჩვენ ნაფიცი მსაჯულები ვართ. ჩვენ კი 12 კაციანი სტომატოლოგთა ჯგუფი. ერთად დავიცოთ ჩვენი გალვანიზირებული უფლებები. სუპერ ლოტო ჩააქრობს თქვენს კარში ხანძარს. აი შენი მოვიფიქრე ბატონო. რეჟისორო. და რა გინდა ეხლა რატომ მიყურებ რას მოელი რომ კმაყოფილი სახე მექნება თუ რა უნდა ვქნა ეხლა? ბედნიერი ვარ, მიხარია რა კარგად ვიმუშავე? მიხარიათ? რა მიხარია შედებილი ხوار ახლა რა არის ეს? რა ვიცი რა მოვიფიქრე, სულ მთელი ღამე ვიფიქრე ბატონო რეჟისორო. რაც უნდა გადაგიღო ისინი თუ გააკეთე. გადაღებით არა, მაგრამ ყველაფერი გამზადებულია, სცენარი დაწერილია, მსახიობები მზად არიან, სულ ყველა არიან, ყველანი მზად არის. მაჩვენე. დაუძახო? დაუძახე, აბა თვითონ ყვეშებული, დაუძახე. მსახიობებო. წყალზე ჩაქია. აბა ეს არის ჩვენი დირექტორი და ამათ ვაკეთებინეთ იმ რეკლამას თქვენაც დამავალეთ. აი ნახეთ თქვენი და შეამოწმეთ რა გამოახსენეთ. აბა ეს კალია თუ კაცია? კარგი რა? კაც ხალა. კარგია. დავიწყეთ. მუსიკართან ჩავით. აი დისკოს მოცეკვავე, აი. აბა მოემზადეთ. მე გჭირდება? აბა 2 3 4 ამას მართლა დაჭირდება მალამ. წადით ახლა. მოეწონა. მივძანდით. მოეწონა. შენ გიჟი ყოლა გამაგებინე. არა
გამაგებინე რა, ესე ჩხალაპურტაძის მალამო, ამ ხელა კომპანია მოდის, მალამოს რეკლამაცია მიკეთავს და ეს ვიღაცა, ვინ არიან ესენი, საერთოდ, საიდან მოატრიე? ვინ ჩვენი ეზოს ბიჭები არიან, კაცო, ვინ არიან? ვინ იქ უცხოარ და გადარეულ ხარ მოვიყვანდი. ჩვენი ეზოს ბიჭები არიან, უსაქმურად იდგნენ და მოიფიქრეთ რაღაცა ტელევიზორში გამოგაჩენთ მეთქი, უთხარი და აგე ეგენი არიან. არა, კარგად მუშაობ, ისე, კარგად მუშაობ, ეფექტურად მუშაობ, რა გინდა? არ მოგეწონა? არა მაქვს ეხლა ბევრი დრო რა ხდება, კიდე ის ვიღაცა მსახიობი რომ მოვიყვანეო, მოატრიან. ვიღაცა მოატრევდია. გეტყვით ბატონ რეჟისორო, ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან ძლიერი დონის მსახიობია, მინდა გითხრათ, ესე ემოციური მსახიობია, ისე ემოციურად გადმოსცემს ყველაფერს, შეიძლება გაგიგეთ. მე რომ მჭირდება? ხო, აი ეს ემოციური მარტო და მითხრა სუსტი გული მაგო ისე ემოციურად, აი თქვენ თვითონ ნახეთ რა. ბატონო რეჟისორო, მოდი. აი ეს არის არა, ეს არის ბატონ დირექტორია ჩვენი და ამას გაეცაუბრე. მოგესალმებით. ის უგასავთ, აი ერთ თვით არ თქვა არაფერი, უბრალოდ სუსტი გული მაქვს ძალიან და ნერვიულობ და მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ და მე მითხარით ყველაფერი. კარგი? გასაგებია ერთ თვით არ თქვა არაფერი, თორე გული სუსტი მაქვს. არაფერი არ მითხარით, გევედრებით. მე დავით რას დაწყებული მაქვს და არ მითხარით არაფერი. რას დავიწყებ? ხო ის დავამთავრებინეთ მე მითხარით, უბრალოდ ძალიან სუსტი გული მაქვს და მინდა რომ ყველაფერი გამოვხსნათ. დავიწყებ ყველაფერს, ხო თავიდან არაფერი არ მითხარით, თორე გამოვიდა ხა, რა გამიგო? ხოის ხარით, გაჩვენი შენ. დაიწყე, კაცო, წადრია ეს გომია, ხედავ მოაშორე და წადი შენ მიაგვა. სუსტი გულია, ხო გითხარი თუ. ბიჭი, ადეგი, წადი რა. მიგიღო, წადი კარგად იყავი. ხო გითხარით, სუსტი გული აქვს მეთქი რა, ბატონო რეჟისორო, რამხელა ხმაზე უთხარით, შეშინდა. შენ ნორმალური ხარ, გამაგებინე, საერთოდ თავში ტვინი გააქვს. რამე გააქვს საერთოდ? როგორ არა მაქვს, ბატონო რეჟისორო? გაჭერდი ეხლა მომისმინე. აი ხვალ ნახე რა დღეა. ხვალ ხდება ოშაბათი ხვალ. ხვალ მოვლენ იმ ავტოკომპანიის წარმომადგენლები რომ მოვიდნენ აქ და მომიტანეს ფული რომელიც მე უკვე დავხარჯე და უნდა დავახვედრო რეკლამა. რეკლამას ვერ დავახვედრ და ფულს ვერ მივცემ, იმიტომ რომ უკვე დავხარჯე. ახლა მაჩვენ ერთი რა გააკეთეთ ის რეკლამა. ვინერვიულოთ ბატონო რეჟისორო. არა, შენ ხელში როგორ უნდა ვინერვიულო, როცა ასეთი ადამიანი ხარ. ერთი წუთით, მობდანდით გოგონა. აი, ეს გოგონა გააკეთებს რეკლამა. ეს ვიცი ვინც გააკეთებს. მოიცალი. კი. გააკეთეთ რეკლამა. დავიწყო? დაიწყეთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ნახე როგორი ხარ. ადრე სულ სხვანაირი იყავი. ხო, გიღალატე. მასთან ბედნიერი ერთი წუთი მოიცა კაც რა ბჟუტურებ ეხლა რა არის რა ბუსტვალებით მიყურებ აქ რა არის ვერ გავიგე ამას რეკლამას უყურებს ვინმე და აი ხო მე რა გითხარით ეს უნდა იყოს გზნობით ის უნდა იყოს გადმოცემული გამოდი ახეთ გზნობით ეს უნდა იყოს ისე რომ აი ადამიანი უყურებს მთელი გზნობით მთელი არსებით უნდა აი მის განიცადოს რასაც ეს განიცდის გაიგე გავიგე ხო რომ მიყან ეხლა ეს ბიჭები და ვიღაცები სად არის ამის ქმარი ჩვენ და ხომ მუშაობს აქ არის თავის ჩვენ მოვიდეს ამის ქმარი შენი ქმარი რა გაგაჩუმდი კაცო შენ რაც გითხარით ეს ტექსტი ლაპარაკე და ეხლა გამიკეთებული მოდი აქ დადეკია გაჩუმდი ჩოჩოჩი რასაც ეს ისორი გატყვით აი ხო დაუდექი აქ შენ მოდი არა გამდენი დრო ეხლა უთხარი ეგ ყველაფერი შეგხმარს როგორც წესი და რიგია ბიდი ასე გაგრძელება აღარ შეიძლება ადრე როგორი კარგი იყავი და ეხლა კიდე რაც გახარ ყველაფერი თვალი მოდიხარ საფშე დავმალო შენ რა ჯეჯერ უნდა გითხრა რომ თვალი არ მოხდება ადამიანია რა ეხლა მიმზადი წამლა დანარჩენი სახში გააგრძელე აღარ შემიძლია შენიათან აღარ შემიძლია აი გაწვაკეთან ახლა მომისმინე ეს თქვენს იქამდე შე დამპალო სახში არ მოეთრიო იქამდე რასაც ეუბნებოდა იმას მოაჭრით სამონტაჟოში მე ამ ქმრის მაგივრად დააგენეთ მანქანა და ეგ არის რეკლამა დადი ახლა წაერთრი აქედან რა დადი
ეგ რა რეკლამაა ბატონო რეჟისორო ეხლა გავიგე წადი დაღარ მინდა დღეს მეტი არაფერი წადი გადავიდე ერთი წუთით ნუბრაზებით ბატონო რეჟისორო ერთი კაცი არის კიდე არა დარჩენილი კაცი არ მინდა მე ახლა თეუბნები დამიჯერე ძალიან სერიოზული კაცია მოსული ეთყობა ესა ჩაჩმო რა უნდა? არ ვიცი რა უნდა თქვენთან უნდა გასაუბრება თქვენ უნდა გაესაუბროთ რა უნდა რა რეკლამის გაკეთება უნდა კაცო მოიცე წუთიან გაყოლ მობძანდით დაბდანით გამარჯობა რეკლამაზე მობძანდით დიახ რეკლამაზე მობძანდით რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი და მობძანდით ჩვენს სარეკლამო კომპანიაში დიახ მიხარია დიახ რეკლამის გაკეთება მინდა როგორც გავიგე თქვენთან რეკლამა ყოფილა უფასო უფასო რეკლამა ყოფილა და მინდა ჩავწერო ვისი რეკლამა გნებავთ თქვენ არაჟანის რეკლამა გნებავთ დიახ არაჟანი ბერმუხა არაჟანი ბერმუხა კარგია სახელი მოწოს მაგრამ რა